შვედეთის ელჩზე ოქთა ლევან ბეჟეშვილმა დიანა იანსეს კონტროლის პალატაში მიმდინარე რეფორმები და უწყების სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი კონტროლის პალატის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ შემოწმებებსა და საჯარო ფინანსთა მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტსაც შეეხო. მხარეებმა ასევე შვედეთის ეროვნული სააუდიტორო ოფისისა და კონტროლის პალატის თანამშრომლობის დეტალებიც განიხილეს. საქართველოს კონტროლის პალატა მეტად მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, ის პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნის ეფექტური მართვის გარანტიაა. საქართველოში გატარებულ მრავალ რეფორმათა შორის მსურს აღნიშნო საზოგადოებრივი სექტორის ფინანსური მართვის რეფორმა. გაიზარდა კადრების კვალიფიკაცია და შესაძლებლობები, განვითარდა საგარეო ურთიერთობები და ბოლოს საერთაშორისო სააუდიტო მეთოდოლოგიები დაინერგა. მოხარული ვარ, რომ შვედეთის ეროვნული სააუდიტო ოფისი ასევე ეხმარება საქართველოს კონტროლის პალატას გრძელვადიანი და 1 მილიონი დოლარის ოდენობის პროგრამით. ამ დახმარების ფარგლებში მუშავდება ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია, ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგია და შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლო ასე ვთქვათ გააქტიურება, რომელიც უკავშირდება კონტროლის პალატის საქმიანობას, სწორედ ჩვენს საერთაშორისო თანამშრომლობის ასე ვთქვათ გაუმჯობესებას უკავშირდება, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად ჩვენი უცხოელი პარტნიორები ეხმარებიან საქართველოს კონტროლის პალატას ახალი მეთოდოლოგიის, ახალი მექანიზმების, ახალი ასე ვთქვათ სწავლებების საკითხში.